Am წუთებში კი ოპერის თეატრში ვახტანგ კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი მიმდინარეობს საღამოს ქრონიკის ჟურნალისტი ეკა ადეშვილი ესწრება და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდთვება ეკა რამდენად ვიცი უკვე დაიწყო კონცერტი როგორ მიმდინარეობს საღამო ყველაზე თბილისური საღამო, თბილისური რეპერტუარით და თბილისური დეკორაციით ოპერისა და ბალეტის თეატრში უკვე დაიწყო. ეს არის მსახიობის და მომღერლის ბუბა კიკაბიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტების სერია, რომელიც სწორედ აქ ოპერისა და ბალეტის თეატრში 12, 13 და 14 დეკემბერს გაიმართება. კონცერტის რეჟისორია დათო დოიაშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ეს იქნება საკმაოდ საინტერესო საღამო, კარგი სიმღერებით და თეატრალიზებული წარმოდგენით. თავად მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე კი ჩვენ ჩავწერეთ კულისებში, მან განაცხადა, რომ ძალიან ხელავს, თუმცა უხარია, რომ ქართულ საზოგადოებას მონატრებულ თბილისურ სიმღერებს იმღერებს და კონცერტიც სწორედ თბილისოთი გაიხსნა. სპეციალურად ავაწყეთ ძალიან ძველ რეპერტუარს. რასაც ქუჩაში მღეროდნენ ხოლმე რა, ჩვენები. სუხიტებია. იმდენად ძველებია, რომ მე სამი დღე ტექსტები არ მახსოვდა და ვიმეორებდი. ეს ჩემთვის უფრო არის ცოტა გავს one man shows, როდესაც ერთი ადამიანი 2 საათის განმავლობაში ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რათა გააოცოს ხალხი. დეკორაციაც დაახლოებით ამას მიუსადაგეთ. კარგი ადამიანია, კარგი მოქალაქეა, შესანიშნავი მომღერალია. ასე გააგრძელებს. მე შეგახსენებთ, რომ საიუბილეო კონცერტები დღეს 12 დეკემბერს დაიწყო, გაიმართება 13-ში და 14-ში. 14 დეკემბერს ასევე მოხდება მიმინოს გმირების ძეგლების ავლაბრის სკვერში დადგმა. მე შეგახსენებთ, რომ ეს ძეგლები ზურაბ წერეთლის მიერ არის შესრულებული, თუმცა ბოლო მოვლენების აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსკოვის მერიამ ამ ექსპოზიციის მოსკოვის ქუჩებში დადგმაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ზურაბ წერეთელმა თბილისის მერიას შესთავაზა მიმინოს გმირების ძეგლების დადგმა და თბილისის მერია რა თქმა უნდა დათანხმდა და კონცერტების დასასრულს 14 დეკემბერს სწორედ ეს ექსპოზიცია დაამშვენებს თბილისში ავლაბრის მოედანს. დიდი მადლობა ეკა ადეშვილის საუბრობდა ოპერის თეატრიდან.